მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემი მშვენიერებო. დღეს ჩვენ განვიხილოთ ასეთი თემა, მამაკაცი უმცროსი, გოგო უფროსი. როგორ ერთმანეთზე თქვენ ახდენთ გავლენას. დიდი ხანია მთხოვეს უკვე ეს გაშლა, არ გაგვიკეთებია კაი ხანი და ვნახოთ აბა დღეს მანარას გამოვიყენებ აუცილებლად. იმიტომ რომ ესეთი კითხვებიც მინდა დაუსვა, რომ აი ნახოთ მანარა რას გვიპასუხებს ჩვენ ამ ჩვენ კითხვებზე. ეხლა რა ხდება თქვენს შორის პირველ რიგში, ეს დავდოთ. თქვენ, გოგო, ვინც უყურებს ახლა, რას ფიქრობს ამ ურთიერთობაზე? ბიჭი რას ფიქრობს ამ ურთიერთობაზე? გოგო როგორ გრძნობს თავს ამ ურთიერთობაში და ბიჭიც როგორ გრძნობს თავს ამ ურთიერთობაში? ვნახოთ ეხლა თქვენ ანუ გოგო იცვლება ამ ურთიერთობაში და ბიჭი როგორ იცვლება, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით უკვე რომ ნებისმიერი ურთიერთობა ჩვენ გვეძლევა რაღაცისთვის, ამიტომ რაღაცა ცვლილებებიც უნდა მოხდეს აუცილებლად, როცა პარტნიორი შემოდის ჩვენ ცხოვრებაში, მithumetes როცა არის ხაობა, ეს უეჭველი არის რაღაცა კარმული ურთიერთობა და ამიტომ ნახოთ. რა არ ყოფნით თქვენ ამ ურთიერთობაში? მოდი ვკითხოთ გოგოს, ვკითხოთ ბიჭს რა არ ყოფნის ამ ურთიერთობაში. კიდე თქვენ გოგო რას ელოდება ამ ურთიერთობიდან, ბიჭი რას ელოდება ამ ურთიერთობიდან, მინდოდა მოკლე გაშლა, მაგრამ მე მგონი რაღაც არ გამოგდეს, ხო? ანუ რისთვის არის, არის ეს ადამიანი გოგოსთვის, ანუ ვინც უყურებს გოგოსთვის, რისთვის არის ბიჭი ამ ურთიერთობის. ბიჭეს გოგო ეს გოგო რა ესე და ვნახოთ თუ გააქვთ თქვენ საერთო მიზანი, რამე თქვათ მაღალი ძალების წყალსაზრისით აქეთ დავდებ და პერსპექტივა. ეს საერთო მიზანი თუ არის რამე. და ვნახოთ აბა რა ხდება თქვენს შორის. რაღაცა ეჭვები გაქვთ თქვენ შორის. ეხლა შეიძლება რაღაცა რაში არის ეს ეჭვი, რაში გეპარებათ აბა ეს ეჭვი. ვნახოთ, იმიტომ რომ აქ ახლა ისეთი არკანი არის, შეიძლება რა ვიცი, რამის ხო არ მალავს აქ ჩვენი ბიჭი, იმიტომ რომ ეგრევე გამოვიდა მსახური მიწის. ამიტომ ახლა თქვენ შორის რა ხდება, შეიძლება რამე გაუგებრობაც იყოს, შეიძლება რამე აი რუსულად არის აი недосказанность, ანუ ეთყობა რაღაცა შეიძლება ერთმანეთს აი არეუბნებით. ნუ ნახოთ, მოდით არ ვივარაუდოთ, უბრალოდ მაინტერესებს ეს რა ხდება. რა ხდება? იცით როგორი მომენტი არის აქ ახლა? რა ხდება? შეიძლება აქ даже ეს ბიჭს იგარება? ეჭვი? რა არის, იცით, ნახეთ ახლა რა ხდება? აქ даже უფრო შეიძლება მომენტი როგორი გქონდეს ჩვენ აქ. გოგო ეგრევე მაჩვენებენ გოგოს, რომ არის ვარსკვლავის ენერგიაში. ნუ ახლა კი მოდით საჯარო გაშლა ვიტყვი, რომ შეიძლება იყოს მომენტი, დაუშვათ აქ ახლა ურთიერთობა მანძილზე შეიძლება გქონდეთ. ან არის აქ კიდე რომელი მომენტი. ნუ აქ უფრო გოგოს მაჩვენებენ, რომ არის ძალიან აი წარმატებული უფრო რაღაცა ისეთი ადამიანი, რომელიც აი ძალიან ცხოვრობს, შეიძლება ცნობილიც იყოთ, არ გამოვრიცხავ, იმიტომ რომ ახლა საჯარო გაშლა, ხო? შეიძლება სიტუაცია იყოს, როცა ანუ ბიჭს ეპარება ეჭვი, გაიგეთ, ნამდვილად მე ვუყვარ ვარ მაგას თუ არა, აი ამაზე ალაპარაკეთ, იმიტომ რომ აქ თითქოს, აი იმიტომ რომ ქალის ესეთი ენერგია მოდის, რომ აი ძალიან
აი შეიძლება სიუხვიანი თუ შეიძლება ეს რო თქვა, შეიძლება ბარაკიანი გოგო, შეიძლება ანუ ძალიან ნიჭიერი, ძალიან ცნობილიც თუნდაც ხო, შეიძლება თავის დაუშვათ წრეში არ არის გამორიცხული, ხო? იმიტომ რომ რაღაც ენერგია აი ამას ეჭვეპარება, რომ ნამდვილად ეხა მე ვუყვარ ვარ ასეთ ქალს, მე როგორ ვუყვარ ვარ, მიხვდით? რომ დაუშვათ შეიძლება სასურველო იყოს, თქვათ, ბევრისთვის ეს ქალი და აი ეჭვეპარება. ნუ ნახოთ ახლა მოდით ჩვენ თქვენ გოგო რას ფიქრობს ამ ურთიერთობაზე? თქვენ იმიტომ ვამბობ, რომ უფრო რა თქმა უნდა გოგოები რო უყურებენ, მაგიტომ უფრო დაკახა ეს დასტები აქ მიშლიან ხელს. გოგო რას ფიქრობს ამ ურთიერთობაზე? არა, მშვენივრად კარგად გრძნობთ, აი გრძნობთ რა, ახლა როგორ აქ არის, ანუ ეხა ბოდიშს გიხდით თუ ხმა ჩაერთო მაპატიეთ, მაგრამ ვეცდები ხმა მაღლა ვილაპარაკო, რომ ვეღარ შევწყვეტავ ახლა გაშლას. ანუ ეხლა გოგო რას ფიქრობს ამ ურთიერთობაზე? გოგო პრინციპში მშვენივრად კარგადაც ფიქრობს, კარგადაც გრძნობს თავს და მშვენივრად კარგად არის რა. ანუ თქვენზე მე აქ არ შემიძლია თქვა, რომ რამე ანუ არ ფიქრობთ, ფიქრი ხო, მაგრამ ახლა უბრალოდ წყლის არკანი იმას ნიშნავს, აი უფრო გრძნობას, ხო, აი რა გრძნობა, რა გრძნობ თავს ალბათ და უფრო მაგას ვეთყოდი და მაგრამ აქ პრინციპში ძალიან ესეთ ენერგიები მოდის სუფთა, ანუ კარგად ვგრძნობ თავს. გაიგეთ? ანუ რას ფიქრობ ამ ურთიერთობაზე? აი იმას ფიქრობ, რომ მშვენივრად კარგად მიდის ყველაფერი. გოგოს არანაირი პრეტენზია აქ არა. აქ მოდით ასე ვთქვათ, ჯერჯერობით. ბიჭი. აი ბიჭი სხვათა შორის აკაც მაღალ არკანში არის, ას ფიქრობს ამ ურთიერთობ, მიესწრაფება მაგას უნდა რომ აი თვითონ მე უნდა ვფლობდე ამ ურთიერთობით. ანუ იცით რა არის? აქ ისეთი მომენტი არის, როცა ამ ურთიერთობას სხვათა შორის ეს ძალიან კარგად იცის, რომ ფლობს გოგო. იმიტომ რომ მთელი სამყარო, მთელი ეს ურთიერთობა არის დამოკიდებული იმაზე, ეთყობა გოგო როგორ მართავს. და პლუს კიდე ფიქრობს, რომ ჩვენი ურთიერთობა ხანძლივია, ჩვენი ურთიერთობა გრძელდება, ანუ აქ ადამიანი პრინციპში არის გახსნილი იმისთვის, რომ ხო ვერ გაჩვენებს ცოტა ისეთი არკანია 21. და ამიტომ არის როგორ იცით, ფიქრობს, რომ პრინციპში კარგად რა არის ყველაფერი და ეხლა თან პლუს კიდე რა არის, ეს იმასაც ფიქრობს, რომ ეს ანუ რაც არ უნდა იყოს, მე უნდა ну ყველაფერს გავაკეთებ, რომ განვითარება მოხდეს რა ყოველ შემთხვევაში აქ ახლა დაუშვათ თუ რამე ეჭვი აქვს, თუნდაც ნახეთ ახლა თუ თქვენ დაუშვათ ესეთი ადამიანი ხართ, აი ანათებთ, სხვებს იზიდავთ, ну ძალიან ისეთი პიროვნება ხართ რა, შეიძლება მაგის მიმართ ცოტა სიცივე საჩენს დაუშვათ, ან არ გამოხატავთ ისე როგორც ადრე გამოხატავდით, ხო? ეს მაინც როგორი ენერგიაში არის, რომ მე არ მივცემ უფლებას არავის, რომ თქვათ ვინმე წამართვას, იმიტომ რომ ეს ჩემია. კარგით, ნახოთ ახლა ჩვენ, ანუ თქვენ როგორ გრძნობთ თავს ამ ურთიერთობაში. აი ნახეთ რა საინტერესოდ არის. პრინციპში თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ურთიერთობა მე მავსებს. ანუ ისეთ როგორ აი საინტერესო ეს გალების თემა არის როგორც ყოველთვის, ახლა არ არის არაფერი გასაკვირი, იმიტომ რომ ერთი მხრიდან მე ვარ ბედნიერი ამ ურთიერთობაში, ну კარგად ვგრძნობ, რომ რაღაცა ანუ ცუდად არ არის ადამიანი, იმიტომ რომ 10-იანი ჯერეს ერთი და კიდე მაგრამ ამ კარტში კიდე რა დევს, იცით, მინდა რომ კიდე უფრო კარგი იყოს. ну ეს ნორმალურია, რა თქმა უნდა, ადამიანი ყოველთვის მაგას უნდა ფიქრობდეს, რომ რა კარგი არის და უფრო კარგისკენ უნდა მიესწრაფებოდეს. მაგრამ ეხლა ნახეთ რა ხდება. როგორ გრძნობ ამ ურთიერთობაში? ანუ რაღაცას ვერ შეიძლება იღებთ იქიდან, რაც თქვენ სრულყოფილად გინდათ, მაგრამ ამავე დროს ნახეთ, თქვენ მაქსიმალურად ცდილობთ, რომ აი როგორ იცით მე ვცდილობ, რომ ავიღო, დავინახო ამ ურთიერთობაში, აი, კარგი მომენტები რა. ანუ
დაუშვათ არ მივაქციო ყურადღება, სიტყვაზე ადამიანი თქვათ, უფულოთ არის რა, არ არის თქვათ მილიონერი სიტყვაზე, ხო, შეიძლება ვერ აკეთებს თქვათ ძვირფას საჩუქრებს, არ გამოახ, როგორც ახლა Facebook-ის თემა ხო იცით და Instagram-ის რო კაცმა უნდა იყოს და კაცმა უნდა გააკეთა, კაროჩ გემები და ბრილიანტები უნდა შეავსოს თქვათ ქალი. მაშინ უყვარს. არა, აქ თქვენ მაქსიმალურად ცდილობთ რომ აი ვინც რა არ უნდა იყოს, გითხრას თქვენ დაუშვოთ, ხო, შეიძლება საზოგადოებაც ახლა გეტყვის რომ თქვათ, აი შენ უფრო მეტი ზღირსი ხარ, შენ უფრო მეტი გეკუთნის, იმიტომ რომ ვარსკვლავია ბუდეში. და მაგრამ აქ არის ისეთი მომენტი, რომ თქვენ მაინც მაქსიმალურად ცდილობთ, რომ იპოვოთ ამ ურთიერთობაში რამე კარგი. ამ ურთიერთობაში. ნახოთ ახლა ბიჭის თემა, ნახოთ ის როგორ გრძნობს. აი ამას აინტერესებს ახლა ინფორმაცია. იცი რა, ამათ, აი მე რას ვატყობ, იცით, ამ ბიჭს რაღაცა თითქოს შიში აკეცეთ, იმიტომ რომ ისე არის როგორი მომენტი. თუ თქვენ დაუშვით პიროვნება ცნობილი ხართ, აქ არ გამოვრიცხავ, რომ აი ეჭვები აქვს სულ, პლუს კიდე ახლა როგორ გრძნობს თავს, ანუ სულ თითქოს რაღაცა აი ეს არის ამ შემთხვევაში ვეტყოდი როგორ არის, იცით, აი რაღაცა ილუზიებში, იმიტომ რომ სულ ფიქრობს, რომ ხო შეიძლება ვიღაცა მაგას იტყვის, მაგას ესეთ რამეს ეტყვის, რომ ადგება და მიმატოვებს. გაიგეთ, აი თითქოს როგორ არის, იცით, კიდე როგორ გრძნობს თავს აქ. იცით როგორ გრძნობს კიდე თავს, აი თუ დაუშვათ თქვენ გოგო, აქ ხო გვაჩვენეს ჩვენ როგორი ხართ ან ხმალების დედოფალი ჭკვიანია. შეიძლება გრძნობს თავს, რომ თქვენგან იღებს ეგ საჭირო ინფორმაციას, იმიტომ რომ ნახა ჩვენ ხო სხვაობა გვაქვს ასაკში. ამიტომ აქ გოგოს აქ უფრო მეტი გამოვლილი ამ ცხოვრებაში, ხო? უფრო მეტი ცოდნა აღებული და ამიტომ შეიძლება თქვენ დაუშვათ ეხლა ამას რაღაცებს ეუბნებით თქვა თუნდაც ასწავლით რამეს, ხო? მაგრამ ეს გრძნობს თავს, ანუ მოსწავლებით არა. უბრალოდ თქვენ აი ბევრ რამეს სწავლობს თქვენგან რა, ბევრ რაღაცა ინფორმაციას ვიღებ აქედან. პლუს რა თქმა უნდა ცეცხლის ენერგია არის. თქვენ მაგას იცით როგორ აი როგორც ქალი ეთყობა იმდენად მოსწონს აი თქვენი სხეული, თქვენი მკერდი შემიძლია გითხრათ. ანუ თქვენთან აი ეს გამოცდილი ხართ, გაიგეთ? ანუ ისეთი იცით როგორ უნდა მოიქცეთ, მაგრამ იზიდავთ ამას, მაგრად იზიდავთ, გაიგეთ? ანუ რაღაცნაირად აი თუნდაც რაც არ უნდა იყოს, აი სულ თქვენზე ფიქრ და სულ აი არ გადავიყვარ, აი ოღონდაცა ვუყვარდე, აი ეგეთ რაღაც ენერგია მოდის რა. როგორ იცვლებით თქვენ ამ ურთიერთობაში? ნუ პრინციპში თქვენ როგორ იცვლებით? ძალიანაც აქ არის როგორი მომენტი, იცით? უფრო აი თითქოს ანარეკლებით ხართ ერთმანეთისთვის, გაიგეთ? თქვენ მაგისგან მართლა ბევრ რამეს სწავლობთ, აი მართლა ბევრ რამეს სწავლობთ და იცვლებით, იზრდებით კიდევაც და საინტერესო რა არის, იცით? აქ არ არის ეს მომენტი, რომ დაუშვათ ეს ბიჭი ახლა რამეს კარნახობს, რამეს შენიშნას გაძლევს, რამეს გეუბნება თქვათ, აი დაუშვათ ახლა ასე არ მოიქცე, ისე არ მოიქცე. არა, არაფერს არ გეუბნეთ, მაგრამ თქვენ აი მაინც უფრო ეს არის რა საინტერესო, როცა ნუ აქ даже უფრო შეიძლება მონათესავე სულების თემაც იყოს, როცა იმ დრო მონათესავე სულებმა იციან ან გადავიდა უკვე ურთიერთობა მონათესავე სულების ურთიერთობაში, იმიტომ რომ აი კარმულშიც ხო სწავლობთ, მაგრამ იქ უფრო ისეთი მძაფრი სიტუაციები არის და მონათესავე სულებთან უფრო რბილი მიდის ტრანსფორმაცია და ეს ზეგავლენაც უფრო სხვანაირი არის და შეიძლება აქ ახლა გადახვედეთ თქვენ ესეთ ენერგიაში, სადაც უკვე აი თუ რამე ცვლილება უნდა მიგიღოთ, მიიღეთ კიდევაც. როგორ შეიცვალ? ნუ კი, აქ ხო გეუბნებით, რომ მართლა შეიცვალეთ. აი თითქოს უფრო სხვანაირი გახდეთ, მაგრამ აი ეს არის ისეთი ენერგია მოდის, რომ თქვენ ცვლილებაზე პრინციპში
ეგ აი ხო გეუბნებით აი პირდაპირი აი ირიბად მოდეთ აი ასე თქვა ირიბად აკეთებს ზეგავლენას რა მაგრამ ამავე დროს თქვენ მართლა იცვლებით და წინსვლა გაქვთ თქვენ უნდა გქონდეთ წინსვლა აუცილებლად იმიტომ რომ აქ ბევრს ფიქრობთ თქვენ საერთოდ ამ ანალიზს აკეთებთ შეიძლება ხო უყურებთ მაგას ანუ რო გითხრათ რომ რაღაცა თქვათ არ თქვენს პრინციპში ახლა თუ დააუშვოთ გინდათ ახლა ამაზე ნახოთ ახლა ჩვენ ახლა ეს როგორ იცვლება აქ არ ამგონია რომ თქვენს ახლა აი რაღაც პირდაპირ ისე მასწავლებელები დაუწყოთ ახლა ამას კარნახი და რამე როგორ გრძნობს თავს ძალიან მშვენივრად გრძნობს თავს აი ამ ადამიანს აი ესეთი ურთიერთობა ვაფშე არასოდეს არ გქონდა აი არასოდეს და ანუ თუნდაც ახლა იყოს დაუშვოთ ეგა სადღაც მანძილზე ოცნებობს თქვენთან შეხვედრაზე ოცნებობს თქვენთან კარგი დროს ტარებას ანუ მე მასე არასოდეს არ ვყოფილვარ მე ხო გეუბნებით ეს გიждდება ანუ თქვენ რო გიყურებთ ეს ძალიან მნიშვნელოვანია თქვენ მასში იწვევთ სექსუალურ ენერგიას იცით ეს მნიშვნელოვანი არის შეგიძლიათ ამაყოთ რა იმიტომ რომ ნუ ეს პირველი მაჩვენებელი რომ თქვენ მნიშვნელოვანი ხართ მამაკაცისთვის და იმიტომ რომ ახლა ну იშვიათად რომ დაუშვათ ახლა აი დაუშვათ ბუკალი ჭკვიანია ცნობილია თუ რაც არის ოკეი ძალიან კარგი მაგრამ ეს დამატებითი ბონუსები მაგრამ აი თუ სექსუალურად შენ იზიდავ მამაკაცს თუ დაუშვათ შენ ანუ შენი ენერგეტიკით იზიდავ ეს უფრო მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა ამას ახლა ეს ადამიანი როგორ გრძნობს თავს ახლა ანუ როგორ იცვლება ხო აქ იცვლება აი ყველაფერი არის ახალი ემოციები ახალი საერთოდ მაგისთვის აი გეუბნებით ეს ურთიერთობა ამისთვის არის რაღაცა პირველი ეგეთი პირველი რა და ანუ სხვადასხვა სწავლობს სიყვარულს აქ სწავლობს ეგა სიყვარულს ანუ სწავლობს საერთოდ აი კი ნახეთ როგორ საინტერესო აქ თქვენ უეჭველი აქაც სექსიანი აქაც ანუ უეჭველი აქ არის მონათესავე სულებში აი გადახვედ ან იყავით თავიდან მე ახლა არ ვიცი აქ ნამდვილად ჩვენ ხო არ უყურე ან უკვე გადახვედით ისეთ ურთიერთობაში აი თითქოს რა არის იცით რა ისწავლეთ ორივენმა ისწავლეთ ერთი და იგივე ენერგია გამოვიდა ორივენმა ისწავლეთ რაღაც აი კარგი დამოკიდებულება ორივემ ისწავლეთ ის რომ აი სიამოვნება ანუ როგორ იცვლებით უფრო ერთმანეთზე ზრუნვა უფრო ერთმანეთზე აი ერთმანეთზე სითბო რო ვაჩუქო ანუ უფრო გიყურებ რით გასიამოვნო შენ ისეც უყურებს აი მე ამით შემიძლია გასიამოვნო აქ მე შემიძლია ვთქვა რომ თუ დაუშვათ ადამიანები ну არიან ზოგი წყვილები ვინც ეგრევე მოდიან ესეთ ურთიერთობაში ну არიან ახლა მონათესავისულები და მაგათაც სხვანაირად ვითარდება ურთიერთობა თუ თქვენ შემთხვევაში დაუშვათ იყო სიტუაცია როცა თქვა გქონდეთ რთული პერიოდები ადრე დაუშვათ ხო თუ ეხლა თქვენ ისწავლეთ უკვე რაღაცები გადალახეთ და უკვე იმიტომ გრძნობს გოგო ნახეთ აქ როგორ გრძნობს თავს უბრალოდ ბედნიერი ვარ რომ მე მყავს ეს ადამიანი უბრალოდ მიხარია რომ ეს ადამიანი არის ჩემ ცხოვრებაში აი ეს მომენტი თქვენ არ ახართ აი არ აფასებთ ამ ურთიერთობას იმით რა მომიტანა რა მომცა ხო უფრო უყურებთ აი სულიერ დონეზე როგორ ვგრძნობ თავს მე მასთან იმიტომ რომ აქ არის ესეთია რომ თქვენ ძალიან კარგად საჭმელსასმელად ამ საჭმელსაც იყიდეს თავის ანუ უბრალოდ თითქოს ახალ დონეზე ხართ გადასულები იცით სადაც უბრალოდ ვტკბებით ერთმანეთის ყოფნით თქვათ ну ერთმანეთის ცხოვრებაში რა აი ეს უფრო მნიშვნელოვანი არის რა კომფორტულად ანუ კარგად ვგრძნობ თავს ანუ ეს ამისთვის ადგილი სადაც მისი სული მიისწრაფება და სადაც მისი სული ისვენებს აი ეს არის და აქ უფრო ჰარმონიული ეხა გეუბნებით ამ წუთში ყოველ შემთხვევაში ჩვენ ხოლმე მაგას უყურებთ არის ეგეთი სიტუაცია ეხა თუ თქვენი არ არის მაშინ მაპატიეთ თქვენი გაშლა არ არის ერთი რამიც იცოდეთ როცა
თქვენ გრძნობთ, რომ აი რაღაცა არ არის ისე და არ არის საჭირო, რომ თქვათ ახლა თქვენ კომენტარებში დაწეროთ, რომ არა ეს სულ სხვა რაღაც, ну, короче, ეგეთ რაღაცას კი არ არის შენი გაშლა, ეს არის საჯარო გაშლა, ხო? ამიტომ საჯარო გაშლიდან ჩვენ ვიღებთ თუ რეზონირდება ვიღებთ ინფორმაციას, რომელიც არის თქვენთვის სასარგებლო. თუ არ არის, მაშინ ნუ იზიდავთ ამას ძალით. შემდეგი ხო და როგორი იცვლება კიდე, იცით როგორი იცვლება თქვენ, აი ნუ ეს თქვი ხო მე მგონი, უფრო მზრუნველი ხდება, უფრო სიყვარულის გამცემი ხდება, უფრო თბილი ხდება. გაიგეთ, აი ესე იცვლება ახლა აი ეს აქ. так, შემდეგი ახლა ჩვენ კითხები გაქვს. მოიცადეთ. იცით უცით რა არ შემეშალოს ახლა, რომ მიწერი ეს კითხვები. так. так, ახლა არ შემეშალოს, ნამდვილად გავგიჟდები. так, ერთი წუთი, იმიტომ არ მიყვარს აი ესე რომ დავალაგებ ბევრ კარტს, მე მეშლება ხოლმე, так, მოიცადეთ. ხო. ნახოთ, აბა ეხლა თქვენ რა კიდე არ ყოფნით ამ ურთიერთობაში. ისეთ რა არ ყოფნით? აი შეიძლება არ ყოფნით მისი ნახეთ, ნუ გვერდში დგომას გეტყვით ახლა. აი ნახეთ, აქ ხო ისეთი არკანი კი იყო, რომ გვაჩვენეს ჩვენ, რომ შეიძლება ანუ მოგცეს რაღაცა ისეთი მინიშნება, რომ შეიძლება ფინანსური თემა არ კონდეს ამ ბიჭს ძალიან ისე დონეზე, როგორც ვთქვათ, ნუ ვარ ჩვენ კლასიკურად მიჩვეული, რომ უნდა კონდეს აუცილებლად, ხო ხდები და ამიტომ შეიძლება მომენტ თქვენ არ ყოფნის მისი გვერდში დგომა იმენა ფინანსურად. ანუ აქ როგორი თემა იცით, ნუ აი არა გაქვთ თქვენ, აი აქ უფრო როგორ არის გოგოსთვის მე როგორც ვატყობ, რომ სულიერად კი კარგად გრძნობ თავს ამ ადამიანთან, მაგრამ ის რომ დაეყრო, აი საყრდენი, ისეთი საყრდენი, აი რამე რომ გამიჭირდეს, თქვათ, კიდაც ნუ ფინანსურად კი შეიძლება ახლა ადამიანურად და რაღაც ისე რა ქვია, ნუ დაგიდგებათ გვერდში, თქვათ, არ მიგატო, მაგრამ აი ეს მომენტი რომ თქვათ, აი მე დავეყრნო, რომ აი მე ვიცი რომ ეს არის, თქვათ, მამაკაცი, რომელიც ჩემ პრობლემებს გადამიწყვეტს, ანუ ნუ ჩვენ მაინც მატერიალურში გადავდებართ ახლა აქ, იმიტომ რომ თითქოს არ ყოფნით მისი მონაწილეობა ფიზიკური და აქ ნახეთ, აქ იმიტომ კი არა რომ დაუშვოთ მაგას არ უნდა, ხო? ან თქვენ დაუშვოთ ახლა არა, აქ თქვენ გაქვთ კიდევაც სიყვარულის გაქვთ, სექსუალური თემა არის, ყველაფერი უბრალოდ, აი მინდა აგიხსნათ, როგორ იცით, არის ზოგჯერ თქვათ ადამიანი, ნუ ფინანსურად ახლა არ არის იმ დონეზე, რომ თქვათ, ჩვენ როგორც ვთქვათ, აი თქვათ, რამე რომ დაჭირდეს, თქვათ, ფინანსურად დამიდგეთ გვერდში. არა გაქვს ამისი იმედი ამ ხრიდან. მიხვდით? აი მე მგონი ახლა მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ თქვენ გაგაგებინათ ეს მომენტი. იმიტომ რომ არ დგას შეიძლება იმ დონეზე ფეხზე, რომ აი თქვათ, აი საყრდენი ისეთი, აი კაცის საყრდენი და ანუ ხალი რო არის, აი ზურგი ასე რომ ვთქვათ, აი ეგეთი არ არის იმის მიუხედავად, რომ შეიძლება ვაშკაცური ბიჭი იყოს, მაგრამ ნუ აი ეს მომენტი არა გაქვთ თქვენ. всё. მოდით ახლა ნახოთ მას რა არ ყოფნის ამ ურთიერთობაში. მას რა არ ყოფნის ამ ურთიერთობაში. იცით რა არ ყოფნის?
სტაბილურობა? იცით რა უნდა მაგას? აი მაგას მე ვფიქრობ, რომ უფრო აქ არ ყოფნის ის თქვენი შეიძლება მეტი სითბო უნდა, იმიტომ რომ აქაც მაჩვენა თქვენ თავი ანუ ხმალების დედოფალ, ამას როგორ უნდა იცით? აი ისეთი თითქოს всё, ნახეთ რა არ ყოფნის. ანუ თქვენ ხართ ძალიან დამოუკიდებელი, გაიგეთ? ძალიან დამოუკიდებელი. და თქვენ აი მაგას უნდა რომ თქვენ იყოთ, ანუ აი არ ყოფნის ზუსტად, ნახეთ რა საინტერესოა. რასაც თქვენ არ ყოფნით, რომ თქვენ ამაში ვერ გრძნობთ საყრდენს. აი ამასაც ეს არ ყოფნის, რომ თქვენ ამაში ვერ გრძნობთ ამ საყრდენს. მიხვდეთ? და ანუ კი შეიძლება თქვა ვინ უშლის ხელს ახლა გახდეს საყრდენი და კი ბატონო, ხო, მაგრამ ნუ აი ეს მომენტი არის, გაიგეთ? პლუს კიდე შეიძლება სითბო უფრო მეტი უნდა, გაიგეთ? ანუ თქვენგან თქვა მიჯაჭვულებაც ძალიან უნდა. თქვენ არა ხართ ეგრე, გაიგეთ? თავისუფალი ხარ. აი მე რაც მინდა იმას ვაკეთებ, მე როგორც მინდა ისე ვანათებ, გაიგეთ? მე ისედაც კარგად ვარ. ანუ კაცზე არა ხარ თქვენ აქ დამოკიდებული, რომ არიქა და კაცემიდან ну, პრინციპში ახლა აი ეს აზრები მე როგორც სტატისტიკურად ახლა რო ვუყურებ, სადღაც 47 წლამდე შეიძლება მაქსიმუმ ქალს ქონდეს კიდე ოცნება, რომ ახლა მოვა ვიღაცა, ну ეს უკვე ძალიან ისე თქვი, რომ მოვა და ჩემ პრობლემებს გადამიწყვეტს. მე უკვე თან მიდმეც ახლა ასეთი ურთიერთობა როცა არის, სადაც აი თამიდმეც დიდი სხვაობა არის ასაკში, აქ უკვე ქალი ურთიერთობა სხვანაირად უყურებს, უფრო თქვათ ეძებს სულიერად, რომ იყოს და უფრო ამასაკისთვის ახლა უმრავლესობა ახლა უფრო კარგადაც დგას ფეხზე გოგოები, ну ასე ახლა ცხოვრებამ აიძულა ასე რომ ვთქვათ და უკვე აი კაცის სხვა რამისთვის უნდა თქვათ აი სიამოვნებისთვის, თქვათ სითბოსთვის, აი ეგეთი რამისთვის და ეხლა არა ანუ და მაგას ეხლა უნდა რომ თქვენ მაგაზე იფიქროთ, მაგრამ როგორც საყრდენზე, როგორც ისეთ ადამიანზე რომ თქვათ ეხლა ანუ მე ვგრძნობ რომ მაგისთვის მე ვარ ის ადამიანი თქვათ, ვიზეც ეხლა ამას აქვს იმედი და რაღაც. აი ეს არ არის აქ. ну, მაგასაც ეს არ ყოფნის თქვენგან, მისი აი ასეთი, აი თქვა დამოკიდებული რო იყოთ მაგაზე, ხო? მაგრამ ну, პრინციპში ხა როგორ იქნები დამოკიდებული, როცა შენ აქ ხა გოგო არის სრულიად თავისუფალი და იმ ну, ფინანსური მდგომარეობა ბოლო შემთხვევაში რაც მას სჭირდება, კი აქვს და. კარგით, ვნახოთ ახლა ჩვენ თქვენ რა გინდათ ამ ურთიერთობიდან? აი ზუსტად მარტო ეს გინდათ რომ გულს ნუ მატკენს არ მინდა რომ თქვათ იყოს აი შეიძლება თუ გქონდა თქვენ ეს მომენტები და პერიოდები სადაც გულის ტკენა იყო აი ეს გინდათ რომ ეს არ იყოს როგორც ადრე გქონდა თქვათ რაღაცა მომენტები მტკივნეული არ მინდა რამდენად არც გულის ტკენა არც არაფერი არ მინდა რა რომ აი შვიდად წყნარად ნორმალურად აი ესე ვიყოთ და მას რა უნდა მას პირიქით რა უნდა, იცით, რომ იხსენებს იმ პერიოდს, ეთყობა ახალი, ანუ ეთყობა იმ პერიოდს იხსენებს, როცა თქვენ გაიცანით ერთმანეთი ეიფორიაში იყავით და ალბათ შეიძლება სულ მაგის გარშემო ტრიალებდით და აი ეს უფრო მაგას უნდა ამ ურთიერთობაში. აი ადრე როგორც ვიყავით, გაიგეთ? ანუ ადრე როგორც სულ თქვა ჩემზე ფიქრობდა, სულ ჩემზე ზრუნავდა, ну აი ეს რაღაცა ეთყობა უნდა მაგას ზუსტად აი ეს უნდა ურთიერთობიდან როგორც იყო და პლუს კიდე რა არის იცით ამისთვის ძალიან მაგას ეშინია რის იცით ეხა მაგისი ნება რო იყოს საერთოდ აი რამეს თქვა აი სახლიდან რო არ გამოუშვა გაიგეთ რომ არავინ არ დაინახოს მაგრამ ძალიან ლამაზი ხართ გაიგეთ და ამიტომ არ უნდა მაგას რომ აი რო თქვათ ვინმე დაგინახოს ამას აქ დიდი შიში სხვათა შორის რომ ეხა ნახეთ რა საინტერესო ეს ბიჭი სხვათა შორის იმას ფიქრობს რომ ანუ მაგას აქ კონკურენტები ნუ პრინციპში ახლა არ გამოვრიცხავ არ გამიკვირდება ვარსკვლავით როცა აჩვენებენ ახლა მეტყვი ადამიანს ესე უეჭველი რომ თქვენ სადღაც ან ჩანხართ ან ანათებთ ან даже აი ამას ახლა მაგისი ნება რო იყოს არც გაგიშვებდა არსად აი ესე რაღაცა იმას რა ქვია დადებდა იქ იმას რა ქვია მაგას აი მე დღეს რა მჭირს ღობეს
არავინ დაინახოს, ჩემი გოგოა. აქვს მაგას ეგეთი რაღაცა. იმიტომ რომ როგორ არის, იცით, ამას კი უყვარხარ ძალიან, მაგრამ ეთყობა რაღაცები კიდე აკლია იმისთვის, რომ თქვა, აი ვაშკაცურად დაგიდგეს, გაიგეთ გვერდში და პლუს კიდე თქვენ ახლა აქ ისე კარგად გამოიყურებით, რომ რა გითხრათ და ნუ არის ეგეთი მომენტი. რისთვის არის თქვენთვის ეს ადამიანი ვნახოთ? ნუ ეს არის ადამიანი თქვენთვის საჭირო, ნამდვილად ან ახლა არის. ანუ იმისთვის რომ თქვენ უფრო გაგაღვიძოთ, შეიძლება მისი საქციელი სხვათა შორის თქვენ ახლა რომ არ მოგეწონოთ, მაგრამ იცოდეთ რომ ეს ამით თქვენ გაღვიძეს, პლუს კიდე თქვენ ახალგაზრდავდებით. მე შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ აქ გოგო, ეს არ არის კომპლიმენტი, ეს არის ფაქტი. აი ზოგჯერ შეიძლება ახლა ერთად რო იდგეთ, იტყვიან რომ თქვენ даже კიდე უფრო პატარა მაგაზე იმის მიუხედავად რომ სხვაობა გქონდეთ ასაკში. პლუს კიდე გეუბნეთ, ეს არის მაღვიძარა თქვენი, ანუ თავისი საქციელებით, თავისი რაღაცით, ეგ თქვენ გაძლევთ რაღაცა ბიძგს. ეგაც იცოდეთ. ანუ თქვენ მაგისტვის თქვენც აი ერთნაირად ხართ ერთმანეთისთვის, იცით? თქვენი ხასიათით, თქვენი შენიშვნებით, თქვენი რაღაცებით ამას აღვიძებთ. ეს კიდე თქვენ თავისი რაღაცებით, ანუ ერთმანეთს ძალიან სჭირდებთ თქვენ. ერთმანეთს ძალიან სჭირდებთ, იმიტომ რომ ერთმანეთზე ძალიან კარგად მოქმედებთ და ეთყობა გქონდა თქვენ აქ ძალიან ისეთი რთული პერიოდებიც, მაგრამ ეხლა ამ წუთში ხართ აი ნორმალურში, კომფორტულად ხართ, მაგრამ აი ეს მომენტები კი არის. ნუ ნახოთ ეხლა თქვენი საერთო მიზანი თუ გაქვთ რამე, კი გაქვთ საერთო მიზანი, ანუ როგორ არის, იცით რომ პრინციპში აი აქ ორივენმა რაღაცები უნდა ისწავლოთ. ნახეთ ახლა ისე გაჩვენებ თქვენ რომ ანუ გოგოც და ბიჭიც ახლა ორივენი რომ მიდიან, ახლა აქ არის წიგნები უჭირავთ ხელში, ხო? და ეს უფრო და ეს ბიჭი გოგო ძალიან ისეთი აი რაღაცებს ეუბნებს ბიჭი ვითომ არაფერი. ანუ გოგო მეტყობა რაღაცები კიდე უნდა ასწავლოს ამას, რომ უფრო მეტი თქვათ გაიგოს. ნუ აქ თავიდანაც ხო გვაჩვენეს ეგ სიტუაცია, ამიტომ კიდე მიზანი გააქვთ თქვენ ის რომ გოგომ ეთყობა თავისი ცოდნით, თავისი მიმართულებით, თავისი გზას უჩვენებს კიდე, რომ გინდა თქვენ რომ მაგისგანაც რამე გახდეს, ასე რომ ვთქვათ, ხო? გამოვიდეს. ბოდიშით. ნუ პერსპექტივა პრინციპში კი გააქვთ თქვენ ახლა წინსვლა. ურთიერთობაში კი ბატონო, ახლა აქ არის კი არის გააქვთ განვითარება ურთიერთობის არის. ნუ შეიძლება შემოლამაზებო ვიღაცას აქ ურთიერთობა მანძილზე, შეიძლება. მანძილზე კი. ანუ აქ იქნება გახსნა, რაღაცა იცით როგორ არის, აქ წავა განვითარება და იქნება აქ რაღაცა გახსნა. გოგოებო, აქ ახლა ნახეთ კიდე რა მომივიდა, რაღაცა ესეთი მომივიდა ინფორმაცია. ვიღაცისთვის იქნება ეს, არ ვიცი, მომისმინეთ. აი ახლა აი ამ პერსპექტივაზე უცბად მომივიდა სიტუაცია. ნახეთ, აქ შეიძლება კიდე არის თემა ეგეთი. არის ახლა სიტუაცია უცბად ახლა გეტყვით რომ ვიღაცისთვის დაიჭირეთ თუ დარჩა ეს ვიღაცა ახლა აქა, იმიტომ რომ შეიძლება ეს ინფორმაცია რაც მისთვის ექნება არ არის ახლა ისეთი როგორც ვთქვათ ახლა იყო. შეიძლება მოხდა რაღაცა აქ ეჭვიანობა. გოგო არის, მანძილი არის, გოგო არის ისეთი აი რომელსაც აი წინსვლა უყვარს, ძალიან ესე წარმატებული. პლუს კიდე სიტუაცია, როცა ეხლა გოგო შეიძლება გადაწყვეტილება მიიღო დაშორებას, ნუ დაშორებაზე, განკორწინებაზე ლაპარაკობთ, აღარ მიყვარ ხარეუბნება.
პრინციპში ახლა მაგას აი აქ როგორ გზნობს არ უნდა რომ თქვა გქონდეს რაღაცა ისეთი კონფლიქტები და რამეები არა ჩვეულებრივად არის, იმიტომ რომ უკვე ვერ ხედავს ვერაფერს ვერ პოულობს ამ ურთიერთობაში ისეც რაც მას უნდა, просто უბრალოდ უყურებს მაგის ქცევას, როგორ მოიქცევა. ბიჭი აწובה, გაიგეთ რომ კიდე არაო, არ მინდა თქვა უთვალთვალებს ხსულ, მაგრამ ცდილობენ ეგენი რაღაცას მოელაპარაკონ, გოგოს ანუ საყრდენი, როგორც საყრდენი ვერ გრძნობს, ვერ ხედავს თავის კაცს, ამას უნდა ურთიერთობა, პლუს კიდე ამას უკვე აღარ სექსი უნდა ამასთან და არც არაფერი არ უნდა და ეს კიდე ფიქრობს რომ ხო შეიძლება რომ როგორც ადრე იყო, ისე ვიყოთ. ამიტომ პრინციპში ეს ბიჭი არის ანუ რისთვის არის ზუსტად რაღაცა შეიძლება დაჟე ამისგან თუ თქვათ ვინმე შვილი ყავს მაგისტრის იყო და ბიჭისთვის ახლა ეს გოგო იმისთვის არის რომ გააღვიძოს მასში რაღაცა ესეთ ენერგიები რომ იმოქმედოს, გაიგეთ? ამას გაშვება არ უნდა, მაგრამ აი აქ მიდიან აქ უკან მიდის ეს ურთიერთობა, გაიგეთ და ანუ უკან როგორ იცით, წინსვლა არ იქნება პირიქით ამ ურთიერთობა, ეს მიდიან ეგენი უფრო ის თავის გზაზე, ეს თავის გზაზე. აი ეს მეორე წამოვიდა ახლა კიდე ინფორმაცია. ამიტომ, ნუ თქვენ თვითონ რა თქმა უნდა გაანაწილეთ, რომელი არის თქვენი სიტუაცია. აქ ყველა ვარიანტში იქნება არჩევანზე დააყენებენ, რა უნდა გააკეთოთ. აი ამ სიტუაციაში, რომელიც მეორე ვთქვი. ნუ ასეთი იყო ეს ინფორმაცია, რა ვიცი, ეხლა თუ რომელიმე იზონირდათ ისტორია, მომწერეთ და სიამოვნებით მეც წავიკითხოთ, ან მაინტერესებს და აი ესე უცბად ვიღაცა შეიძლება შემომივარდა აქ სივრცეში და წამოვიდე კიდე ასეთი ინფორმაციით ჩემო ლამაზებო.